სწორედ ეს ეროვნული პოლიტიკა იმის გარანტი, რომ რადიკალების სპეკულაციები და ხალხის შესაშინებლად გამოგონილი თემები ვერ მუშაობს. მითი არაბიზაციის შესახებ დამსხვრეულია და 6.5 მილიარდზე მეტი ინვესტიცია ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს მოხმარდება. უკვე ცნობილია სტატისტიკა და სანდრო გამსახურდია დეტალურად მოგიყვებათ, თუ რამდენმა ქართველმა და რამდენმა უცხოელმა შეიძინა ბინა Eagle Hills-ის პროექტში. ფაქტია, ინვესტიციის მტრები სტატისტიკასთანაც დამარცხდნენ. კატეგორიული წინააღმდეგივად ჩემი თანაგუნდელები კრძალისის ნაკრძალში მივიღოთ არაბული დასახლება. ჭვანეს ნუთებს მასიურ მასშტაბურ არაბულ ჩამოსახლებას. თბილისის მახლობლად საუკეთესო ტერიტორიას დაეუფლებიან გაურკვეველი ადამიანები. გითხრა, აი ამ ტერიტორიას რო ვყიდულობ, აქ რო ავაშენებ სახლებს, ამ სახლებს მივყიდი არაბებს. მითი არაბიზაციაზე ჩავარდა. ისტორიული ინვესტიციის მტრები პროექტის დაანონსების დღიდან ჩვენს მოქალაქეებს ატყუებდნენ. თითქოს საქართველოში 2 არაბული ქალაქი უნდა აშენებულიყო. ქსენოფობიურ კამპანიას რეალურად არანაირი ლოგიკური საფუძველი არ ჰქონდა. ეკონომიკური განვითარების მოწინააღმდეგეები სხვადასხვა პოლიტიკური ბანაკიდან ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ცრუობდნენ. იძახდნენ, რომ ბინების მაღალი ფასის გამო ქართველები მის ყიდვას ვერ შეძლებდნენ. დასრულდა წინასწარი გაყიდვები. და ეს სტატისტიკა რაც გვაქვს უკვე გვიჩვენებს იმას, თუ რამდენად სპეკულაციური იყო კამპანიები. გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 157 ბინა იყიდეს საქართველოს მოქალაქეებმა. რაც შეეხება ღმადაღებულ არაბიზაციას, ეს ახასიათებს ხოლმე ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას, აიღებენ ხოლმე ორ სიტყვას, შინაარსში საერთოდ არ შედიან და ერთ-ეგივე ორ სიტყვას ატრიალებდნენ. ადრე იყო რუსული კანონი, ეხლა არის არაბული ქალაქები, იყო უпроსორად არაბული ქალაქები, როგორც რუსული კანონის კამპანია ჩავარდა, ასევე ძალიან მარტივად ჩავარდა არაბული ქალაქების კამპანიაც. ამ 257 ბინიდან 8 ბინა შეიძინეს იმ ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებიც არიან არაბული ქვეყნები. ოპოზიციის მეორე ტყუილიც გაყიდვების დაწყებისთანავე პირველადი სტატისტიკით გამოაშკარავდა. Eagle Hills-ის პროექტში კვადრატული საწყისი ფასი მათ მიერ გამოგონილი $15,000 ნაცვლად $1,650 იყო. იყო ყალბი კამპანიები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით კეთდებოდა ვიდეოები, თითქოს არალეგალ მიგრანტებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. იყო მიზანმიმართული კამპანია. საბოლოო ჯამში იმ სტატისტიკამ, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, მათ შორის Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით დაადასტურა, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება და ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში და თვითონაც აღიარეს, რომ ეს კამპანია არაბიზაციასთან დაკავშირებით იყო სრული ტყუილი, პირდაპირ არ უღიარებია, თუმცა ირიბად გადაიტანეს აქცენტები ახლა უკვე იმაზე, რომ თითქოს 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია არის თითქოს არარეალური, როგორც იყო ყალბი კამპანია არაბიზაციასთან დაკავშირებით, ზუსტად ასეთივე ყალბია კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არ შემოვა 6.6 მილიარდი დოლარი. როგორ მოხდა, რომ ისტორიული ინვესტიციის წინააღმდეგ გაერთიანება მოახერხეს ნაციონალურმა მოძრაობამ, მამუკა ხაზარაძის ლელომ, ალტინფომ, პატრიოტთა ალიანსმა, დაიტოვემ და ასე შემდეგ. ანუ ადამიანებმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომლებსაც წესით მკვეთრად განსხვავებული ეკონომიკური თუ პოლიტიკური ხედვები აქვთ. საქმე გვაქვს მიზანმიმართულ საბოტაჟთან, განსხვავებული ბანაკებიდან, მაგრამ ერთიანი სცენარი. ისინი ცდილობენ დათესონ შიში და ქსენოფობია. იქ სადაც რეალურად განვითარება და ინვესტიცია. მათთვის ხომ ნებისმიერი წარმატებული პროექტი საფრთხეა, რადგან ქვეყნის ძლიერი ეკონომიკამ თითოეული ამ ბანაკის პოპულისტურ დღის წესრიგს აზრს უკარგავს. ფაქტია, რომ საქართველოში ჩვენ არ გვყავს თემატურად მომუშავე ჯგუფები, არც ეგრეთ წოდებული ოპოზიციიდან, არც ეგრეთ წოდებული ექსპერტებიდან. ჩვენთან არიან ჯგუფები, პოლიტიკური ჯგუფები, რომელთა მთავარი ამოცანა არის არა ის თუ როგორ კეთდება და ამ კუთხით როგორ უკეთესად გაკეთდეს ვიმსჯელოთ, არამედ ის რომ საერთოდ როდესაც რამე კეთდება ამ ქვეყანაში, აი ამ გაკეთებულს შევეწინააღმდეგოთ. მაგრამ ფაქტი ერთია. ქვეყანა ვითარდება, ჩვენ ხედავთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ჩვენ ხედავთ მაღალ რეპუტაციულ ინვესტორების შემოსვლას საქართველოში და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ევროპის რეკონსტრუქცია განვითარების ბანკიდან დაწყებული, აზიის განვითარების ბანკით გაგრძელებული და დასრულებული საერთაშორისო სავალუტო ფონდით, მსოფლიო ბანკით აღნიშნავს ამ ქვეყნის წარმატებას. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები როდესაც აღნიშნავენ ქვეყნის წარმატებას და ქვეყნის შიგნით ყოფი ჯგუფები, არ ვიცი, ოპოზიციად დავყოფთ ექსპერტებად თუ არ ვიცი, რაც ამბობენ, რომ ეს ასე არ არის,
დიაგნოზია რა კატეგორიის ადამიანებთან გვიწევს საუბარი ქვეყანაში. მითი არაბულ ქალაქზე სინამდვილეში MR ჯგუფის და Eagle Hills-ის დამფუძნებლის მოჰამედ ალაბარის შესაძლებლობების მასშტაბის გამო წამოვიდა. ის არის ადამიანი, რომელმაც ფაქტობრივად მთელი დუბაი ააშენა. მათ შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ბურჯ ხალიფა. ამ რანგის ინვესტორი საქართველოში შემოდის მულტიმილიარდიანი ინვესტიციით, რომელსაც პირდაპირ სარგებელთან ერთად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში უდიდესი როლის შესრულება შეუძლია. რაც შეეხება არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფო, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი $50,000 შეადგენს. საამიროების მოქალაქეები საკუთარ სახელმწიფოში დიდი პრივილეგიებით სარგებლობენ. მსოფლიოს ფინანსურ და ტექნოლოგიურ ცენტრში აქვთ უმაღლესი დონის სოციალური გარანტიები და ნულოვანი გადასახადები. შესაბამისად, სადმე მათი მასობრივი გადასახლების განხილვა უბრალოდ წარმოუდგენელი აბსურდია. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ საუბრობთ ემირატებიდან მოქალაქეების მასიურ შემოსვლაზე, როგორც ამ ასე ვთქვათ ფსევდო ბრალდებებს თუ ფსევდო არგუმენტებში იყო საუბარი, ეს უბრალოდ უტოპიური ნაწილია, ვინაიდან ჩვენ საუბრობთ ისეთი ტიპის შემოსავლის მქონე ადამიანებზე, რომლებიც პირიქით ძალიან დიდი ინტერესი იქნებოდა, რომ მათ საქართველოში უძრავი ქონებაც შეეძინათ, უფრო მეტადაც ყოფილიყვნენ წარმოდგენილები, თქვათ და პირიქით ბიზნეს საქმიანობა კიდევ უფრო მეტად გაეფართოვებინათ. საქართველოში თუნდაც Eagle Hills მოუწევს ძალიან დიდი კონკურენციის პირობებში მუშაობა, იმისთვის რომ მან მის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონება რეალურად მაღალშემოსავლიან მყიდველებზე ან ზოგადად ფართო არეალში საერთაშორისო კლიენტებზე გაყიდოს. მას მოუწევს სერიოზული კამპანია ამისთვის და ის ბრალდება იყო სრული აბსურდი, რომ თითქოს წინასწარ დაგეგმილი იყო გარკვეული კატეგორიის, გარკვეული ჯგუფის ადამიანების შემოსვლა საქართველოში. მარტივად დადასტურდა ეს ტყუილი 24 საათში გაყიდვების იმ სტატისტიკით, როგორც სინამდვილეში ეს წარმოდგენილი იყო. Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკას 11 მილიარდი ლარი შეემატება. 10 წლის განმავლობაში წლიურ წრილში 700 მილიონი ლარი შევა ქვეყნის ბიუჯეტში. ეს არის ეფექტი, რაც მოაქვს ერთ კონკრეტულ საინვესტიციო პროექტს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ბაზარზე ამ დონის ინვესტორის შემოსვლა ავტომატურად უზრუნველყოფს სხვა წამყვანი დეველოპერების საქართველოში დაინტერესებას. მოკლედ, ეს არის ისტორიული პროექტი, მასშტაბური ურბანული განახლება, რომელიც თბილისის ერთ ნაწილს თანამედროვე ცენტრად აქცევს. არაბიზაციაზე საუბარი კი ცალსახად პოპულისტური რიტორიკაა, რომელსაც როგორც დავწმუნდით, არანაირი რეალური საფუძველი არ აქვს. ასე ჩაიფუშა ოპოზიციის გამოგონილი მითიც, ტყუილი გამოაშკარავდა. Eagle Hills-ის პროექტი კი გაგრძელდება, როგორც სიმბოლო იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ღიაა დიდი ინვესტიციებისთვის და დახურულია პოპულისტი პოლიტიკური თაღლითებისთვის.